რუსეთის მმართველი პარტიის ეძინა რასიას წევრებმა დაღუპულთა დედებს ამ ფორმით 8 მარტი მიულოცეს მურმანსკის რეგიონში და ამის ამსახველი ფოტოები რუსულ სოციალურ ქსელში კონტაქტში გამოქვეყნდა და მას შემდეგ რაც ეს პოსტი გამოქვეყნდა არაერთი ადამიანი გამოთქვამდა უკმაყოფილებას სოციალურ ქსელში ძალიან დიდი გამოხმაურება მოყვა ამ ამბავს განსაკუთრებით ჭარბობდა კრიტიკული კომენტარები და სამოქალაქო აქტივისტმა ვიოლეტა გრუდინამ გამოაქვეყნა ტელეგრამში პოსტი სადაც ჩანს რომ მას შემდეგ რაც აღშფოთებული კომენტარები დაიწერა ამ პოსტის ქვეშ პარტიამ გააუქმა კომენტარების ველი და მომხმარებლებს აღარ შეეძლოთ კომენტარების დაწერა თუმცა ეს აქტივისტი ასევე საუბრობს იმასთან დაკავშირებით რომ პარტია ავრცელებს ინფორმაციას თითქოს ამ ქალებმა თავად აირჩიეს ეს საჩუქარი თუმცა ის აცხადებს რომ არასდროს ცხოვრებაში არ დაიჯერებს იმას რომ დაღუპულთა დედებმა დარდის შესაბსუბუქებლად სწორედ ხორცსაკეპი მანქანა აირჩიეს საჩუქრად და სწორედ მას შემდეგ რაც საკმაოდ ბევრი კრიტიკული კომენტარი დაიწერა ამ კომენტარების გასაქარწყლებლად პარტიამ გამოაქვეყნა ვიდეო სადაც ერთ-ერთი დაღუპულთა დედა საუბრობს მადლობას ხდის ამ საჩუქრისთვის ის აცხადებს რომ პრინციპში ხორცსაკეპი მანქანა მას სჭირდებოდა და ეს პარტია ამტკიცებდა იმას რომ მრავალი საჩუქრიდან ერთ-ერთი იყო სწორედ ხორცსაკეპი მანქანა და ქალებმა დაღუპულთა დედებმა სწორედ ეს აირჩიეს და ახლა აქტივისტები მათი თქმით ცდილობენ რომ ეს მილოცვა არაჰუმანურად წარმოაჩინონ და საზოგადოებას მოუწოდეს რომ პროვოკაციულ ინტერპრეტაციებს არ აყვნენ და საქმე იმაში არის რომ ხორცსაკეპი მანქანა ტერმინი ამ ტერმინს რუსულ ენაში აქვს ჰორმაგი დატვირთვა და ამ ტერმინს მიასორუბკას ისინი უწოდებენ საომარ ტაქტიკას რომელიც გულისხმობს ჭარბი ცოცხალი ძალის გამოყენებას და მათ ფრონტის ხაზზე გაშვებას ეს კი ფაქტობრივად ამ ჯარისკაცების სასიკვდილოდ გაწირვას ნიშნავს და მაგალითად ეს ტერმინი იყო გამოყენებული უკრაინის ქალაქ ბახმუტზე რუსების თავდასხმის აღსაწერად და სწორედ აი ამან აღაშფოთა ის სოციალურ ქსელის მომხმარებლები, რომლებიც კრიტიკულ კომენტარებს წერდნენ პოსტის ქვეშ და არასწრაფობს ზუსტი მონაცემები იმის შესახებ თუ რამდენი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა ომის დაწყებიდან დღემდე, თუმცა როგორც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, ამ 3 წლის განმავლობაში 198,000 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა, თუმცა ამას რუსული მხარე არ ადასტურებს.